დღეს მინდა მოგიყვეთ ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო თევზაობის შესახებ. შემოსულა შემოდგომა გიორგობის თვეო რალამაზად შემოსულა გიორგობის თვეო გეგმა იყო ასეთი. ებიზუში მივიღეთ იაპონური ბრენდი Jack Hall-ის ახალი სატყვარები და მე და ლევანას გვინდა მათი გატესტვა. ამისთვის გადავწყვიტე წავსულიყავით რაჭაში, 3 დღით, ნავით, ძრავით და ეხოლოდეთ. გავემზადეთ დიალური ამინდია. მე და ლევო ვარ ჩამოსულები. შაორზე რაჭაში და 3 დღე აქ ვართ. რაღაც უნდა დავიჭიროთ. ეხოლოდიც გვაქვს, ძრავიც გვაქვს. მთლიანი აღჭურვილობა, ახალი სატყვარები წამოვიღეთ. ვნახოთ რა გამოვა. დავიძარეთ. ძალიან მაგარია. მგონი 10 გრამი ბევრია, ხომ დავაპატარაო. დიდი სიკეთე. არა. სულ არაფერ ჯობია. ნახე როგორ აიღო. იმრიელად. აი ესეთი რა. გაყინული, გაფითრებული იმენა. გაყინულია? კარგად. არ და ჩართე გადაღება და არ გადაიღო. აი ესეთი. ვინ მოცელში უკუნა? მოცელში ხო, ქვევიდან. ესაც გაიტესტა. ოპა, ეგრევე აქვე. მოვისტაბლო, ოპა. აგია? ნორმალოგ. იზდება ზომები ლევან. ვიპოვეთ მაინც ბოლო რა. აი ესეთი. ტანტა იყო 10 გრამი, ორენჟიანი ტანტა. აი როგორ აქ ხრანჭოში გაკიდებული. იმენა ჩვენს დაბლა. ჩვენს დაბლა ხო? არა ჩანდა და. აი ნახე რა ხდება ჩვენ ქვემოთ. ხედავ? ოპა. აი ხდება ჩვენს ქვემოთ. დაუნს კანს უყურებთ. არა ხო, არა კარგად იბრძოლა, ბიჭო რა ტენა ეგრევე. აი ესეთი Jack Hall-ის ტეილსპინერი. არა. ნახე რა კარგია ბიჭო, აი ესეთი 7 გრამიანი ვარდნაზე ეგრევე აიღო. აბა კარგად. აი ადგილი დამიმახსოვრებია. მე მგონი აქ უნდა მოვიდეთ. დილის კლოუზე. აი ესეთი. როგორც კადრებიდან ნახეთ, პირველ დღეს შევძელით თევზის პოვნა, მაგრამ სამწუხაროდ ჩამომნელდა და გადავწყვიტეთ იგივე წერტილზე მოვსულიყავით მეორე დღეს დილით. всё, გავიზბორეთ და დილაა და შევალთ ახლა წყალში უკვე. გუშინ მიპოვეთ კაი ადგილი და მაქედანვე დავიწყებთ რა. მოვედი წერტილზე. დღეს ვითევზავებთ უმეტესად Jack Hall-ის ამ სატყვარებით, მინდა გავცადო ტეილსპინერი და ესეთი ციკადა. ტეილსპინერი მექნება 14 გრამი და 10.5 გრამი და ციკადა 12.7 გრამი. დავიწყებთ ტეილსპინერით 14 გრამით.
გაკეთოთ? კი. შენ ციკადით წყევ? ოპა. ტაფელა. გავაკეთოთ პირველი გასროლა. სამწუხაროდ მაგ ადგილას თევზი არ აქტიურობდა და გავაგრძელეთ თევზის ძებნა და ბოლოს მივაგენთ ერთ საინტერესო ადგილს. ეგ არის. როთა პაპანა ლევანიცი. ბიჭო არ ვიცი, თითქოს ქორჭილა უფრო. როთა პაპანა. ქორჭილა დიდი კი. სავარაუდოდ ქორჭილა. ცა. კაი ქორჭილა. აიცა მე ვისა. კი. ეგ გავზომოთ ავწევდი. ეგ 53-იანი იქნება. ახსენდი. ოუ რაჩასხო. კი ფოტო მინდა. კილო 575 ზომად გავზომოთ უეჭველი. 55-იც კი. 55. ორ. დავაი. ქვებივით ვედებოდეთ. კი. თავად თუ ეგრევე აიღო. მეორე. კი, ეგ არის. მედი. ვერ წო ბიჭო. აიჩქარო, არ მოუჭირო ფიქცია. არა, გაწყვიტავს უეჭველი. უეჭველი. ვერ ამოუწია ძმაო. არა, რაღაცა მოვედო. თეთრი თევზის. აი ეს მართლა უნდა დაღალო. აუ, იგივეა ლევან. ეგ არის. აუ, ნავის ქვეში აქ. დუპლეტი ლევანასაც მყავს. ჩემი პატარა, მაგრამ ტაფელაზე. ისმინდა. ესეთი ზომები თან ორი გადაგდება. იმენა იგი ყო რა ვიპოვეთ რა. აი ძმაო თევზი. რა ვიცი მე ტანტას მგონი მეტი არაფერი არ ჭირდება ნახეთ. ნახეთ რა თევზია. მოდი პატარა. დადი პატარა დიდო. პატარა დიდო. ზუსტად. ერთ და იგივე ტოჩკაში მირტყავს ზუსტად. ჩაგდების მერე რაღაცა პერიოდი ვატარებ და ეგრევე. აი ესე. ახია თუ რაღაცას. მაშინ რაღაც თეთრი თევზები ხო? ო, კიდე გაია ბიჭო, ეს რა კლეუია. ტეილ სპინერზე ჯეკოლის პირველივე გადაგდება და ეგრევე დაჭდა. 25 გრამიანი ჯოხია ეს. არა სულ ურტყავდა. ვერ წე. ტრაინიკი აქ არ მეშინია. ხო, ეგ არის.
არა ტრაინიკი აქ აღებული მგონი სამივე. ვაიმე, რა კლოვია. ეს რა კლოვია, ბიჭო. შეიძლება. არა, ქორჭილა მგონი. ნახეთ რა ხდება. მე აქ იმაშები. თევზს განახებ და აქეთ ლევანას მოყავს რაღაცა სასწაული 21 გრამამდე არიონი. ვერამ არ არის ეს ქორჭილა. წერს გავს. რაღაც ძალიან დიდს ხო? და იფოთეკა შევა. აი ჯეკოლის ტეილსპინერი და ლევანა კიდე ჯეკოლის ციკადაზე იჭერს. ტაფელაზე. ჯეკოლის ტაფელა. ო. ბიჭო. რაღაცა. ამ კობრი ხო არა გვერდულად რაღაცას დამიფიქრე. აი ესეთი. მოდი ეს გავუშვოთ მაშინ. ზავით. მეტი პატარა მეტი. გაგორზე იყო უეჭვე. გაგორზე იყო. მოვედე და ძალიან ეს კოცილა. უეჭველი, ეს ჩვენი თევზია. ვაცას დავიჭედი. ო. ეგარი, ეგზომა. საღოლევან, საღოლ იდეალურად იმენა აიღობ გიჟი. რა კარგად ჩაარტყა, ხო? ეგარი. დავსვი. ფუ. ბიჭო, რაღაცა სტრანია ვერ ამოვწია. ბიჭო. შემოატრიალა ნავი. ბიჭო, არ იქნევს თავს, არ იქნევს თავს. ხო. ეს რა საგიჟეთი კლოვი გვაქვს, ბიჭო. ეს რა საგიჟეთი კლოვი გვაქვს. ხო. არ გავუშვათ მაშინ და დღეს შევწვათ გაგრას. ო 25 გრამამდე ჯოხი. გვევწევ ბიჭო. ლევა ნახე რა ხდება. აი ეს კადრში მინდა დავიდახოთ, აი ეს, აი. ახეთ რა ხდება, აქეთ ერთი, აქეთ მეორე. ეგარი. მედი სანამ გაიბერა. და მოსულიერე. არაფერი თვალი არ დაუზიან და გარეკანი გაუზიან. გარედან არის, რა ვიცი. Bravo! აი საკუარა. აი ეს არის ჯეკოლის ტეილსპინერი. ჯეკოლის ტეილი. Super. დაკათათი. აბარა. გითხარი მოგიყვან თქო. უეჭველი. მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ არხი
დაალაიქოთ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ და გამიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში. კომპანია EBISU გეგმავს საახალწლო გათამაშებას, რომელსაც დავაანონსებ ჩემ არხზე დეკემბრის დასაწყისში, ამიტომ ყველას გთხოვთ გამოიწეროთ არხი, რო არ გამოტოვოთ სიახლეები. პატარა. ოპა. აი ესეც. ისეთ აი აქ ჩემკენ მოდიოდა თავიდან. აუ კიდე კობრი არ გამოვედეს. ო. სუპერ. ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო თევზაობა. 100%-ით. 100%-ით. ბიჭო, ესეთებს მივეჩვიე უკვე ხო არ ხათავ. ესეთი ქორჭილა. აი. ჯეკ-ჰოლის ტეილ სპინერი. ასე თქვით. მოეწონა მგონი. სავითეზაობა. ის დაწამოსვლა. გასიძახე, ო. ეს 40-ია. ო, ცოტა ნაკლებია, ოდნა. ჯანეს, ამ მშვენიერ ნოტაზე ხო არ უთხრათ ჩვენ მომხმარებელს ინვესტორს, რომ ჩვენ ვართ ჯეკ-ჰოლის წარმომადგენლები საქართველოში. და სხვათა შორის გილოცავ კიდევ ერთხელ. აიხარე ლევან. ნამდვილად მაგარი ბრენდი გამოდგა და ძალიან ხარისხიანი სატყუარებია და შედეგიც იაპონელები შემოვიყვანეთ ჩვენთან. ხო, რა მიზანი ეგ იყო, რა ტესტირება, ანუ ეს საბასია, ხო იცი, რომ საბასე რატლინებია. ეს არის TN60, პატარებიცაა, დიდებიცაა. 12 და 7 გრამი, რა 13 გრამი. ესეთი. ჭხრიალა, ეს არის მაგალითად ვოლფრამის ორგოლებით, ეს ბუთულებით არის, ეს ჩვეულებრივი ბუთულები. ესეც ვოლფრამით არის. ნახოთ ეს სფერებიც, აბა. ნახოთ, მე ამ ფერს გავტესტავ ახლა. აი. საერთოდ ჯეკ-ჰოლის ესეთი რატლინი. ეგ არის. 8 კილო ნახევრიანი ქორჩილა. კობრი დასვა, მაგარი კობრი და. Jano? 8 კილო ნახევრიანი ყველა ჩაგდება. აი, სპეციალი. ეხა ფოტოსესიები იყო, ეხა დავისვენეთ, ცოტა ჩააგდო და ეგრევე დასვა. აი, გასიცახით, კილონახევრია. მაგარი. ეხაც რატლინზე მომყავს. სტანდარტი ჩემი ჯერია ხო? ეხა შენი ჯერია. დავай, თურმე და მაიტა ჩოგამბადე. უკვე გამიტრუხდა წვეთში. ასეთი. ბალანსი სამყარო. ხო, შეიძლება. არის. ყურე ჩარტყა. ყურე ჩარტყა. ფუ. აკეთ გათამო. კობრის მერე ეს მოდის იმენა. ყურე ჩარტყა. ყველა გატარებაზე ვიჭერთ 40-იანებს. ესეთი. გავუშვით. ამერიკელთან მოყავს მეჭიგა. აი ხარ. ეს იყო და კარგად ისქოში იყო რა. მე მგონი ქორჭილა. აი გარი. მორიგი ქორჭილა დავიჭირე. შეგიკო.
ისტორია გაწყობილი. კი, მან განაკაკრას. ესეთი. ჩემი გაჟორებული თეზი და ისე ვიდაო. რაც როგორც კაცრა. როგორ ეძახიან მაგას სუფჩიკი? კოჩილა ხო? უეჭველი. რა მაგარი ჩატყმა ქონდა ლევარიცი. დაატრიალა ნავი იმენა. მაგარი კაი ზომა. დავიწყე მეც პირით ამოყვანა უკვე. აი ესეთი. არა ხო, კი. აქ რაზე აიღო? რაზე აიღო? ჯეკ ჰოლის რატკლინი დასვა ლევანამაც. ძალიან მაგარი შეზღვა მქონდა მეც. აი ესეთი. აი ესეთი. არა ეს უფრო დიდია. პაპაპაპაპ. აი ესეთი ამბები გვაქვს. კი, უფრო დიდია ეს გაზომე. ეს შეიძლება 45 იყოს და შეიძლება მეტიც. რა ვქნათ აბა, ესეთი კლევი გვაქვს. აი ესეთი ამბავია. მოდი გავუშვათ. აი ესეთი. შაური. შემოდგომა. ევანდელი დღის გმირი ჯეკოლის ესეთი რატლინი 13 გრამი. დაივასერტეიტი. ვაშე. მე 57. ყველაფერი 46 ნახევარი. აი საღოლევა. აი საღო დაკათათი. კი, არა, ხო. რავი. ერთი ორი სიტყვა მინდა ვთქვა რა. მადლობა შაურს. მადლობა ლევან თასოშვილს იმისთვის რომ ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო თევზაობა შედგა რა. ესეთი ემოციები არასდროს არაფრისგან არ მიმიღია, რაც შეეხება სპორტულ აქტივობას რა. გაგვიმარჯოს ლევან რა. სულ ესეთი თევზაობები რა. ჯიგარი ხარჯანის გვეთევზაობოდეს. მინდა ვცადო ესეთი ტეილ სპინერი. აქამდე 14 გრამიანზე ვიჭერდი და მაინტერესებს 10-5 გრამიანი როგორ იმუშავებს. ლევანოს ახლა 14 გრამიანი უყენია და დაიჭირა და მეც ამას ვწდი. ცოტა შევისვენეთ. და ახლა გავაგრძელებთ თევზაობას. რა ლამაზი შეფერილობა აქვს რა. ესეთი. აი დაჟდა ტეილ სპინერზე. Das ist jetzt. აბა რა. ხო. 25 გრამიან ჯოხზე. ბიჭო. ეს კაია მგონი. ეს ისეთია ყოჩაღებიდან. აი ესეთი. აი ესეთი ქორჭილა. დავატოლოთ. შენი უფრო დიდია. აი.
ეს ძმა რო დავაყენე ახლა 10 გრამიანი. გავუშვით. გავუშვით ქორჭია. ცხელდე დარტყმა მქონდა ძალიან მაგარი გავმაზე. რო ახლოს მოჯანა. ეგარი. კი. ტეილ სპინერზე. ჯეკ-ჰოლი რულამს. სასწაული ფერებია, ძალიან მაგარი ფერებია. სტანდარტული 40-იანი. კი. სანსულა. ჩქარა გამომივიდა უკვე. ოკეი, გამო. აი ესეთი. Tere papasuna, pasasuna. როგორი კარგად აიღო? დავაი. ესე ვატარებ თანაბრად. ოდნავზე ვითამოდის და მერე ვცირავ. მერე ესე ვატარებ. და ხშირად დაძირვის დროს ურტყავს ხოლმე გამოტარების დროს. ხუბზე გადავატარე ორჯერ. არა. აი ხოჭკარა მოიყო. სეზვაოსაგ. ფარ პატარა. ვაი ვერა გადავა. გვერდი. არა, ჩემს პატარა. რო იცოდეთ რა, აი ამ ქორჭილას ვეძახით პატარას. აი, ესეთი ამბავია. ახეთ პროსტრავთ რა ლამაზი ფერია რა. ჯერ მგონი გაქცევა არ ქონია რა ვიცი. ნუ 1-2 სხოდი იყო, მაგრამ რა კაი დარტყმა იყო. კობრი. არა, რა კობრი, აუ გააძრა. კობრი იყო. დარტყმა იყო? აუ სასწაული დარტყმა. როგორ წაიღო ბიჭო ეგრე? აი ზომა იყო და. კაი სამი დარტყმა ერთ გატარებას. რა სიცახი ბიჭო რა ხდება? ეგარი. ოპა. აუ ეს კარგია. არჩი ხლაფონე ხეთონე. შედიქით გაწია. წევ იქით. ხოჭილა მაკონესა ვარსკია, ბიჭო ხელი აღარ მივარ. ხელი წელი არაფერი აღარ მივარგა, ეს კაი ზომა ლევან. რომელი იყო ცუდია? რთულად მომყავს. დავაი, აიცა. ეს სამოყვანო ტუჩით გასწა. ბიჭო, ეს კაი ზომა. არი? ნანინა. დღეს სპირტიანს ვიმსახურებთ. აი ესეთი გვაქვს. აი ესეთი. კარგად. სად არის? სად არის? აბა ერთი მანახე სად არის? აქ ყოფილა. სასლა. აუ ათქვა რა.
ვარო კობრია. ოპ, გაზრ. კობრი იყო, ხო? იბეთა დიდაშვილია. რა სიტყვით ესეთ ქორჭილაზე? შესანიშნავი. კობრი, აუ, გადია. აუ, კობზე დგავარ. ვიქტორზე ვიდან. ასე? აუში. მე უნდა სამოყავს. მე ეხა დამიჭდა. ბიჭო დავხურეთ რა მგონი ისა ქორჭილის პონტი ესეთი ჩემი დიდია. შენი უფრო დიდია ესეთი აი ესეთი ამბავი გვაქვს რა რა სიტყვით მე მგონი კაი ქორჭილა უშოთ ელოდის დრო შეიძლება აღარაფერი რატო მოკარი? ნე. ოთრიგიჩკი. ეგარი დაჭდა კიდე ის კობრი ამოვიყვანეთ 15 კილოიანი და ისე ქორჭილაზე გავაგრძელეთ და დაჭდა ეგრევე. მეორე გადაგდებაზე რატლინზე ვარ 15 და 300 კი. კი, დაფელა რატლინი. თავიდან რა დაგაზა მეთქი ისევ კობრიაჩ. თან ჩარტყმის გარეშე. ზუსტად. ქორჭილის ჭერას არაფერი ჩობია. აი. აი ესეთი. გავუშვათ. წათი შეგიშუშ. დაგვემშვიდობა. აი ჩარტყმა იყო. რა ჩარტყმა გქონდა? ხო, ერთი მაკი. მეორე წამოვიღე და ორივე. ხო, მაგარ მუშაობს. აი ესეთი ამბავი გვაქვს. ბიჭო, ყველა ტოლია. სტანდარტული 45, 44. 40. ბიჭო. ბომბორიკას შეხედე. აღარ მიტე. ხშირება მინდა რომ ცოტა მეტი მოვახსოვ დაღამება. აი ესეთი ამბავი გვაქვს. აი ესეთი ქორჭილა. აი ლეონმა სამოიყვანა. დავაი. ჩახტის. მოკლედ ავასრულეთ ეზოება.
ესეთი ლამაზი მზის ჩასვლა გვაქვს.